მადლობა მოწვევისთვის. მეც მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ თქვენთან სტუმრობათია და ქალბატონ ლალისთან ერთად ამ საკითხზე საუბარი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი თქვენი სამოქალაქო პოზიციები და არა მხოლოდ ის ჭრილი, რაც ამ შემთხვევაში კონკრეტულ ამ кейსს უკავშირდება, არამედ ზოგადად სამოქალაქო ღირებულებები. თქვენ ბრძანეთ საკვანძო სიტყვა, ახლა ვერ დავინახეთ და ამ ქვეყანაში ასეა, რომ ბავშვებს ვერ ხედავენ. ბავშვები არიან უჩინარნი, თავიანთი ტყივილებით, თავიანთი გაგრძდებით, თავიანთი ტრაგედიებამდე მისული ცხოვრებისეული გამოცდილებით და ასეთია ეს სახელმწიფო, თუ შეიძლება ამ სახელმწიფო ვუწოდოთ. დიახ, ნახეთ, თქვენ ასევე გაგახსენდათ ის ტრაგიკული შემთხვევები და მე გაგახსენებთ ერთ ეპიზოდს, როდესაც ჩვენ ნახეთ, მოვისმინეთ უпростоრად, როგორ საუბრობდნენ ერთმანეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და ბერა, სწორედ არასრულწლოვანთან დაკავშირებით და გახსოვთ ალბათ რა წინადადებები, თქვა მე მოვერიდები ახლა ეთერში ბუნებრივია იმ წინა ფრაზების ხო და სკოლაში რაც დაემართებოდა შემდგომ და ანუ აი ის სატელეფონო საუბარი ზუსტად ასახავს ზოგადად დამოკიდებულებას, რაც ამ ქართული ოცნებისთვის არის დამახასიათებელი. ბავშვები უნდა იყვნენ არა საკუთარი შვილები, არამედ სხვა საზოგადოების წევრები უნდა იყვნენ მუდმივი შიშის, მუდმივი წნეხის, მუდმივი განცდის ქვეშ. ეს სახელმწიფო ვერ ხედავს მშიერ ბავშვს, რომელსაც შეიძლება გული გაკვეთილზე მისდიოდეს შიმშილისგან და ვიცით რომ ასეთი ფაქტები არსებობს. ვერ ხედავს სკვერებში რისკებს, სადაც ბავშვები პირდაპირ მნიშვნელობით იღუპებიან ან სახიჩრდებიან, იღებენ ფიზიკურ დაზიანებებს. ვერ ხედავს ზოგადად სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ათობით ათას ბავშვს, რომელთა საჭიროებები არა მხოლოდ კვებით უკავშირდებოდეს შეიძლება, არამედ ელემენტარულ სოციალური პირობების მოწესრიგებას. ვერ ხედავს სკოლების ინფრასტრუქტურას და აღარ ვსაუბრობ უკვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე, რომელთა ამ ქალაქში გადაადგილება, ამ ქალაქს რატომ უსვამ ხას, იმიტომ რომ თბილისია და ყველაზე დიდი ქალაქი და წესთი ინფრასტრუქტურადაც უფრო განვითარებული უნდა იყოს, ხო? გადაადგილებაც კი მათი საფრთხეს ქმნის და აი მაგალითად ჩვენ ნახეთ, რომ ბავშვი ამ შემთხვევაში აი დუშენის ბავშვი ერთ-ერთი ცხოვრობდა კორპუსში, საიდან წლების განმავლობაში იმიტომ ვერ გამოდიოდა, რომ მის კორპუსს არ გააჩნდა პანდუსი, ხო? 26 კვადრატულ მეტრში ცხოვრობს. დიახ, ანუ ეს ხომ მეტყველებს საცხოვრობ. ასევე ბოდიში საზოგადოებასთან, მაგრამ გარკვეულწილად სოციალურ პასუხისმგებლობაზეც მეტყველებს, ხომ? ანუ ამ სახელმწიფომ როგორი სახითაც ის არის დღეს წარმოდგენილი, ყველაზე მეტად რაც წარმოაჩინა და რაც უნდა რომ დათესოს და დანერგოს, ეს არის საზოგადოების დეხუმანიზაცია. ანუ ის რომ ვიღაცისთვის არ იყოს სატკივარი ის რაც ხდებოდა მაგალითად აქციებზე იგივე ახალგაზრდების მიმართ, ხო? და პირიქით ვიღაცები თვლიდნენ რომ ღირსები იყვნენ ეს ახალგაზრდები, ხო? ეს ხომ არის ზოგადად პენეტრირება. ვერცეს დაინახეს ნინო, თავისი ოპერატორიც კი ვერ დაინახეს, რომელიც რეჟიმმა სასტიკად ცემა და ვასილ ლივანოვ-ჩიქოვანმა რომ გამოაცხადა, მე ამ ადამიანის ისტორია გაქრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკრანებიდან და დაასრულეთ აი ამ ფონზე წარმოიდგინეთ, რამდენად უხილავი არიან ბავშვები და სუიციდის მაჩვენებელიც ამ ქვეყანაში შემაშფოთებელია, კრიმინალიზაციის აი ეს ცალკე სალაპარაკო თემა და ანუ ძალადობრივი დანაშაულის ბავშვების მიმართ და ოჯახებშიც კი იღუპებიან ბავშვები, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს გამართული სერვისები. ერთი მხრივ ქალბატონი ლალი ალბათ უკეთ იტყვის ამ მიმართულებით, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით და ამავდროულად აბსოლუტურად მოუწესრიგებელია ის სოციალური სერვისები, რომელსაც სახელმწიფო უნდა სთავაზობდეს მოწყვლად ჯგუფებსა და ბავშვებს. ქალბატონ ლალის მინდა დავუბრუნდა ისევ და მინდა ვკითხო ინსტინქტზე. აი, როგორი ინსტინქტი მუშაობს ამ დროს? მე პირველი რაც ვნახე და შემზარა ამ ამბავმა, ჩემ 8 წლის შვილიშვილს მივუვარდი და ვუთხარი, რომ ასე და ასე რომ მოხდეს, რას იზავ. დაიბნა ბავშვი, მასწავლებელს ვეტყვიო. მე ვთხარი, აი მაგის დრო რო არ ქონდეს და ვაჩვენე ეს ვიდეო და 8 წლის მაქსიმუმ მითხრა, რომ თეა წამოვაყენებდიო. რაც ჩვენ ვნახეთ, მე არანაირად არ ვცდილობ იქ მყოფ არასრულწლოვანებს, არც ისე პატარებს, სხვათა შორის ავკიდოთ ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ ინსტინქტი კარნახობს ამ დროს შენი გვერდით მდგომის გადარჩენას.